ახალი ქართული კინოს რიგით მე-12 ფესტივალი კიევში. პირველი ფილმი, რომელიც ფესტივალის პარკლებში კინოთეატრ კიევში უჩვენეს, ვანო ბურდულის გაყინული შადრევნების წელიწადი იყო. 27 ნოემბრის ჩათვლით სულ ნაჩვენები იქნება 7 სხვადასხვა ჟანრის სურათი, მათ შორის სიმინდის კუნძული, მორირა მე არ გადამეკვეთავს საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე. კინოფესტივალის გახსნას უკრაინის კულტურის მინისტრი, საქართველოს ელჩი, უკრაინელი და ქართული საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები და მსახიობები დაესწრნენ. მიუხედავად იმ გამოწვევების, რაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ესეც როცა რთული პერიოდია უკრაინელებისთვის, სოლიდარობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას უკრაინელ კინომაყურებლებს, რომ გაეცნოს ახალგაზრდა რეჟისორების ახალ ნაწარმოებებს. კერძოდ ახლა ჩვენ გვექნება ამ ფესტივალზე დღეს პრემიერა იქნება ლადო ბურდულის ფილმის გაყინული შადრევნების წელიწადი, აქ ასევე გიორგი ოვაშვილი, ლევან თუთმერიძე, დოკუმენტური ფილმები. ეს არის ერთადერთი უკრაინაში იმის შესაძლებლობა, რომ მაყურებელმა, ქართული კინოს მოყვარულებმა ეზიარონ ამ ახალ ქართულ კინოს, რომელშიც არის თანამედროვე რეჟისორების ფილმები ნაჩვენები.